ამასობაში ამერიკაში 1 მარტია და რა ხდება შევეცდები მოყვე რა ვიცი. დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მოგეთ იმდენად უცნაური რაღაცა მოხდა რომ მთელი მსოფლიო შოკშია რა. არავინ არ ელოდა არც მე არ ველოდი რომ ესე წარიმართებოდა ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა. რა მოკლედ მიასხეს მიაკაჩავეს მაგრამ ზელენსკიც არ ზადნავდა და ცდილობდა პასუხი გაეცა. მაგრამ ეხა ტრამპს და დინეს ვერ გაუკაჩა რა ჩემი აზრით და ფაქტობრივად გამოაგდეს რა თეთრ სახლს. დადიო რა. და ასე რომ მოხვალ მერე მოდიო. გამოიკვეთა ეხლა აშკარად რომ ზელენსკის არ უნდა რა მოკლედ მშვიდობა არ არის მზად კომპრომისებისთვის. თავის რაღაც პარალელურ რეალობაშია რომელშიდაც რუსეთს ამარცხებს. რა ვიცი. და არ უნდა ამ ყველაფრის დამთავრება რა. წაგებას ვერ იტანს რა და შეთანხმების ეს ვარიანტი ფიქრობს რომ მისთვის იქნება წაგება. პირადად მისთვის ნამდვილად წაგება იქნება ახლა. მაგრამ რამდენად იქნებოდა ეს წაგება უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის მე მგონი მაგაზე არ ფიქრობს და გააგრძელებს მოკლედ იმას რა, რასაც აკეთებდა. ევროპელებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, სათითაოდ გამოვარდნენ და ყველამ შენთან ვართო. აგრეთვე სალომე ზურაბიშვილმა და ქართველმა აკაცუკოებმა. ნაცენჯო გეიმილიტარისტები ჩემთანაც შემოვარდნილი არიან. და ხო აპარა ზელენსკი და მაგარია და გმირია და გმირია კაცო. დაანგრევიოს ახლა დანარჩენი უკრაინაც და შეახოცოს კიდე ხალხი და კიდე უფრო გმირი გახდება რავი, ძეგლებს დაუდგავენ. ჩვენთან ხალხს ეს მიაჩნია გმირობად რა, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანას რაღაცა თავისი ამბიციების და იმის გამო საბოლოოდ დაანგრევს. რასიოთ ხა. სხვანაირად ხედავს ეს ადამიანი რეალობას და არ უნდა რომ მაგას შეეგოს რა. არ უნდა გაიგოს რომ რაღაცა ხო ომი მოხდა. შეიძლება ამისი ბრალიც არ იყო, პუტინის ბრალი იყო, მაგრამ მოხდა. და დღეს ისეთ სიტუაცია ომში და ფრონტზე რომ გამარჯვების შანსები მას უბრალოდ არ აქვს და ამერიკელები თავაზობდნენ მეტნაკლებად მისაღებ ვარიანტს მშვიდობის. რაზედაც კატეგორიულად გამოაცხადა უარი. ტრამპის კომენტები იყო რა უნდა მოხდეს რომ ზელენსკის შეურიგდეო და რაღაცა და უნდა თქვას რომ მშვიდობა უნდაო და ამ პუტინის ლანძღვას დაანებოს თავიო, იმიტომ რომ ხა ეგრე შეთანხმება ვერ შედგებაო რა. თუ გააკეთებს ამასო, ხო დავამყარებ მშვიდობას. თუ არა და პროსტო გვერდზე გავიწევითო და მიუშვებთო რა და იჩხუბუნო რა. ნახოთ ერთი რა სიომებსო რა. ჩვენოთო მაგას შანსი არა აქვს და უცებ წარმოიდგინა რომ ძალიან მაგარი ტიპიაო და ოკეიო რა ტრამპმა რა. მე Fox News-ზე იყო ამის გამოსვლა ზელენსკის. რაღაცა ისეთი რა, არაფერი რა, რაღაცები ლაპარაკა, მაგრამ არაფერი არ თქვა რა. პრინციპში რა. რაღაცა იყო ისი ტრაფარეტული, რაღაცა ემოციური რაღაცები რო იცის ხოლმე რა, შინაარს რო არის მოწყვეტილი რა და კიდევ ერთხელ მე მაგალითად დავწუნდი ამის ლაპარაკიდან, რომ არა, ამან ვერაფერი ვერ გაიგო. ვერც ტრამპთან შეხვედრამდე და ვერც ტრამპთან შეხვედრის მერე. ამერიკელები ძალიან გაბრაზებულები არიან ამაზე, ტრამპის ადმინისტრაცია, მასკი, ყველასგან მწარე კომენტარი იყო. ამის მხარდაჭერი კონგრესმენი რო არის ლინდსი გრემი იმანაც კი ძალიან მწვავე განცხადება გააკეთა ზელენსკის მისამართით. ხა ამერიკელის თვალით რო შეხედო ვიღაცა უკრაინელი, რომელსაც ლამის არის თან გადაყვა ბაიდენი და ყველაფერი გააკეთა რომ პუტინს არ შეეჭამა, ჩამოვიდა თეთრსახში და ლატაობა და ჭკუის სწავლება დაუწყო ამერიკის პრეზიდენტს.
და საკმაოდ უტაქტოდ იქცეოდა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სპორტულებში გამოწყობილი მივიდა. ხო. ეხლა ეს არის რეალობა, რაც არის. ხო, ამერიკელებმა უკვე რაღაცეები გააკეთეს. თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება რუსეთის წინააღმდეგ კიბეროპერაციები და ისინი შეწყვიტეთო. ეხლა მიდის განხილვა იმისი, რომ აი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი შეიარაღების ნაწილი ეხლა მიწოდების პროცესშია და იმის შეჩერებას აპირებენ. ვფიქრობ, ყველანაირად ყველაფერს გადაუკეტავენ ზელენსკის. შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღუძრან ამ თანხების რაღაც მითვისებაზე და იმ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე. ანუ ზეწოლა იქნება მაქსიმალური ამერიკელების მხრიდან რა. ტრამპს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, ეხლა ზელენსკი უნდა გაასწოროს ბოლომდე რა. ელემენტარულად პუტინის თვალში, რომ ისევ ტიპი გაიჩიტოს და არა მარტო პუტინისგან, მთელი სამყაროს თვალში. ანუ ამას ეხლა ტრამპმა და პუტინმა რო ილაპარაკეს, დარწმუნებული ვარ, პუტინი იქ ეთყოდა, რომ კაი მე ოკეი თანახმა ვარ და მოვდივარ მშვიდობაზე, მაგრამ ზელენსკი, ტრამპი ეთყოდა, რომ ზელენსკის კაცო მე იმას ვიზავ რა. რასაც ვეთყვი იმას გააკეთებს და აუცილებლად ეთყოდა პუტინი, რომ ვერ იზავ მაგას. და ეს უკვე პირადული ის არის რა, ტრამპისთვის რა, ჩემი აზრით რა. მისი ხასიათიდან და იმიდან გამომდინარე, ხო, აი ხა ეს ზელენსკის რო აი ვერაფერი ვერ მოუხერხოს, ეს არის აი ძალიან დიდი მინუსი რა, ტრამპისთვის რა. ყველანაირად შეეცდება, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაწიხლოს და ზელენსკისთან ერთად უკრაინა და უკრაინელი ხალხი აღმოჩნდება ამ ყველაფრის მსხვერპლი, მაგრამ ზელენსკის არ ადარდებს უკრაინელი ხალხი ტრამპმა რატო უნდა იდარდოს. ტრამპმა უნდა იდარდოს ამერიკელ ხალხზე და მათ ინტერესებზე, ჩემი აზრით. და ეგრეც აკეთებს ეგ კაცი. არ ჭირდება ეს ომი რა, არ არის ამერიკის ინტერესებში. ამერიკის ინტერესებში ახლა არის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და რაღაც საკითხების დალაგება. იგივე არ აწყობს რუსეთის და ჩინეთის ალიანსი და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით ამ საფრთხის ნეიტრალიზებას ცდილობს. და რატო ახლა უკრაინისთვის რატო უნდა თქვას ამ ყველაფერზე უარი არ ჟდება რა ტრამპის ლოგიკაში ეს ყველაფერი. ასე რომ რაც იყო აქამდე ეს იყო ჟურნალი, კინო ახლა იწყება. სხვათა შორის ჩვენთანაც მოხდება რაღაცების გააქტიურება. იქით რომ კიდევ უფრო ცხელ ფაზაში გადავა ჩვენთანაც აქ რაღაცები მოხდება. ამაზე მე მოგვიანებით ვიტყვი კიდე 1-2 სიტყვას. ხვალ ალბათ.